დადგა პერიოდი, როცა ბრუნდებით სამსახურებში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ბრუნდებით ხალხმრავალ ადგილას. რა თქმა უნდა, იმატებს ისეთი შემთხვევები და სიტუაციები, როცა უფრო მარტივად ვიღებთ თვალს, ზოგჯერ ჩვენი მიზეზით, ზოგჯერ ჩვენი მიზეზითაც არა. მე კი გასწავლით ახლა როგორ უნდა დაიცვათ თავი ესეთი შემთხვევებისგან. თუ კი მაგალითად მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით წინ, რომელიც რაღაც გარდამტეხია თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ეს იყოს გასაუბრება, შეიძლება იყოს ეს მოლაპარაკება. რას აკეთებთ ამ დროს? დაგჭირდებათ მარილი და აბაზანა. აბაზანაში დაყრით მარილს, დადგებით ფეხებით, თან წყალს ასხავთ, ისხავთ ფეხებზე ისე რომ ამ მარილის დასრულდეს და ნელ-ნელა წაიღო წყალმა ეს მარილი და თან პარალელურად სამჯერ იძახით. სხვისას არ ვიღებ, ჩემსაც არ გავცემ. ჩემი დამიბრუნეთ, თქვენი წაიღეთ. სულ ეს არის, ამის შემდეგ შეგიძლიათ წახვიდეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მნიშვნელოვან გასაუბრებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს გასაუბრება, შეხვედრა და მნიშვნელოვანი მოვლენა, რას აკითხს ეხება? სასწავლებელს, სამსახურს, პირად ურთიერთობებს თუ ასე შემდეგ. ეხლა შემდეგი. თუ კი თქვენ ისაუბრეთ თქვენს წარმატებაზე და ხვდებით, რომ წარმატება ნელ-ნელა მიდის ამ საუბრის შემდეგ. ყველაფერი უკუღმა ხდება. ამ შემთხვევაშიც დაგჭირდებათ მარილი, ოღონდ ამ შემთხვევაში მარილით იბანთ ხელებს და ზუსტად იგივე ტექსტს იდაღით. სხვისას არ ვიღებ, ჩემსაც არ გავცემ. თქვენი წაიღეთ, ჩემი დამიბრუნეთ. ეს შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ მაშინ, როდესაც ხვდებით, რომ კონფლიქტი იწყება, თქვენ გეწყებათ რაღაც კონფლიქტი კონკრეტულ ადამიანთან, ან კონფლიქტის შემდეგ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, ზედმეტი ნეგატიური ენერგიები რო აირიდოთ, ასე ვთქვათ. და კიდევ ერთი მეთოდი მინდა გასწავლოთ, როდესაც დახმარებას თხოვთ და მფარველობას თხოვთ თქვენს წინაპრებს. ეს ძალიან კარგი მეთოდია ასევე, რომ გარდავქმნათ ნეგატიური ენერგიები პოზიტიურად და თან ჩვენ თვითონ ვიცეთ მიმართულება თუ რა ენერგიით უნდა გარდაიქმნას ეს ყველაფერი. დაგჭირდებათ წითელი ძაფი, რომელსაც მოჭრით დანით აუცილებლად, ნაკრატელით არა. ეს არის აუცილებელი პირობა რიტუალის. დანით მოჭრით წითელ ძაფს და მარჯვენა ფეხზე ზუსტად ისე უნდა შეიკრათ 7 კვანძით, როგორც მაჯაზე როგორც კეთდება. უბრალოდ ერთი განსხვავებით აქ ტექსტი გვაქვს, რომელსაც ვიძახით. ამ ტექსტს დაგიწოტოვებთ ეკრანზე და შეგიძლიათ დასკრინოთ ან ამოიწეროთ. ამ ტექსტის წარმოთქმის შემდეგ უნდა თქვათ, რისი მიღება გსურთ. ან თქვენ განიზიდავთ ნეგატივს და უნდა მოიზიდოთ პოზიტივი, მაგრამ უნდა მისცეთ მიმართულება ამ პოზიტივს. თუ კონკრეტულად რომელი ენერგიები გინდათ რომ მოიზიდოთ, მაგალითად, წარმატება სამსახურში, ან პირად ურთიერთობაში, ჰარმონიული ურთიერთობები, დაწინაურება, აუცილებლად უნდა გეხებოდეთ ეს მოზიდული ენერგია უშუალოდ თქვენ, კონკრეტულ სხვა ადამიანს არ უნდა ეხებოდეს. გარდა ერთი შემთხვევისა, შეგიძლიათ მხოლოდ ესეთი ტიპის რამ ჩავუთქვათ, რომ თქვენ გსურთ კონკრეტულ ადამიანთან, მაგალითად, სიტუაციის დალაგება, უფრო ურთიერთობის დამშვიდება. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მხოლოდ კონკრეტული ადამიანი ჩაიფიქროთ. კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში ჩაიფიქროთ რაიმე. შემდეგ ამ ძაფს ვატარებთ 7 დღე. მე 7 დღეს ისევ ვჭრით ამ ძაფს, ვიჭრით. ვამბობთ ისევ ტექსტს, რომელსაც ისევ ეკრანებზე დაგიტოვებთ. შემდეგ ეს ძაფი გაგვაქვს გარეთ, ვტოვებთ ხესთან. შეგვიძლია რაიმე ტკბილი დავტოვოთ მასთან ერთად, ეს შეიძლება იყოს თაფლი, შაქარი, ან რაიმე შოკოლადი, კამფეტი, ოღონდ აუცილებლად გახსნილი უნდა იყოს, თუ კამფეტს დატოვებთ, შეფუთვით არ უნდა იყოს. ან დავტოვოთ 3 მონეტა ხესთან, სადაც დავტოვებთ ამ ძაფს. მადლობა გადავუხადოთ და დავბრუნდეთ სახლში. სულ ეს იყო ძალიან მარტივი მეთოდებია, მაგრამ ძალიან კარგად მოქმედებს და თუ ვინმე გამოიყენებთ ამ მეთოდებს, აუცილებლად მომწერთ ან პირად შეთქმულებაში, ან დამიტოვეთ კომენტარებში, როგორი მოქმედა ამ ყველაფერმა თქვენზე.